რატომაც შეიძლება მოწევა ორსულობის დროს? სიგარეტები, ელექტრონული მოწყობილობები, ვეიპები და სხვა მსგავსი საშუალებები სამწუხაროდ ძალიან პოპულარული გახდა. ახლა კი ფაქტობრივად ყოველი მეორე ადამიანი ეწევა. განვითარებულ ქვეყნებში მწეველი ქალების რაოდენობა დაახლოებით 55%-ია. ეს ნახევარზე მეტია. და ორსულობის დაწყების შემდეგ მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს უარს ამ მავნე-ჩვევაზე. დაახლოებით 35% მომავალი დედებისა, რომლებსაც აქვთ ნიკოტინის დამოკიდებულება, არ ანებებენ თავს სიგარეტს მშობიარობამდე და ეწევიან ძუძუთი კვების პერიოდშიც, რაც რეალურად ბავშვს ნიკოტინის დამოკიდებულებას უყალიბებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ისა, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი მუდმივად ჰიპოქსიის, ანუ ჟანგბადის დეფიციტის მდგომარეობაში იმყოფება. ბავშვს არ ჰყოფნის ჟანგბადი, ხოლო წყლებში პირობითად დუველის პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც პატარა მთელი მუცლად ყოფნის პერიოდი მწვანე, საშინლად მძაფრი სუნის მქონე წყლებში იმყოფება. რაზე უნდა გაგაფრთხილოთ, როგორც ექიმმა? იმაზე, რომ ორსულობის განმავლობაში აქტიური მოსევა ზრდის მუქოდრად შობადობის რისკს, ადრეულ ვადებზე პლაჩენტის მოჩილების რისკი იზრდება, ასევე იზრდება ნაადრევი მეშობიარობის, დაბალი ქონის 2 კილოგრამ ნაქსევარზე ნაკლები, ბავშვების დაბადების, გულის მანქების, ანენჩეფალიის, ტივინის განვითარების მანქების, სპინა ბიფიდას, ზურგის ტვინის გაყოფა, სინდაქტილისა და პოლიდაქტილიის, ზელისა და პექსის თითების რაოდენობისა და ფორმის ჩვლილება, ალბათობა, მომავალში ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება ზიანდება. ჩვევაზე დროული უარით ტრაგედიის თავიდან აცილებაში დადეხმარებათ. და მნიშვნელოვანი მომენტი. არსებობს მითი, თითქოს მოწევაზე უარი თანდათანობით უნდა თქვათ, რომ თითქოს უეცარი შეწყვეტა თქვენ და მომავალ ბავშვს ავნებს. ეს სისულელეა. მოწევაზე უარი უნდა თქვათ მაშინვე, როგორც კი ორსულობის შესახებ გაიგებთ. საუკეთესოა, თუ მოწევას ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე დაანებებთ თავს.